კოლექციონერების საყვარელი თავშესაქცევი ადგილი ცალსახად აუქციონებია, სადაც მათთვის საინტერესო უამრავი ნივთი გამოდის დღის სინათლეზე. ცხადია, უმრავლესობას უდიდესი ღირებულებაც გააჩნია და დღეს სწორედ 2025 წლის პირველ კვარტალში გაყიდულ უძვირფასეს ნივთებზე მოგიყვებით. Mercedes-Benz W196R Streamliner F1 $54 მილიონი. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ყველაზე ძვირად გასხვისებული ავტომობილი 1954 წლის ფორმულა 1-ის ბოლიდი Mercedes-Benz W196R-ია, რომელსაც ლეგენდარული მესაჭეები ხუან მანუელ ფანხიო და სტირლინგ მოსი მართავდნენ. მანქანა სოთბის სააუქციონო სახლმა შტუტგარტში გამართულ ღონისძიებაზე 54 მილიონად გაყიდა, რითაც ფორმულა 1-ის გრან-პრებზე გამოყენებულ ბოლიდებს შორის უძვირფასესის წოდება მიიღო. შემოსული თანხა კი ინდიანაპოლისის საავტომობილო სპიდვეის მუზეუმის გაფართოების დაფინანსებას მოხმარდა. მანქანა თავდაპირველად 3 ლიტრიანი ძრავით მოძრაობდა, ხოლო 1955 წლის სეზონის დარჩენილი პერიოდისთვის ის აღიჭურვა უფრო მცირე 2.5 ლიტრიანი ძრავით, რათა შესაბამისობაში ყოფილიყო ფორმულა 1-ის რეგულაციებთან. 1955 წლის 11 სექტემბერს სეზონის ბოლორბოლაში იტალიის გრან-პრიზე ავტომობილი სტირლინგ მოსმა მართა. მოსი რბოლის 28 წრის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ მაინც მოიპოვა ერთი ჩემპიონატის ქულა, რადგან დააფიქსირა ყველაზე სწრაფი წრის დრო საშუალო სიჩქარით 215.7 კმ/სთ. მაკბულ ფიდა ჰუსაინის უსათაურო ნახატი $13.7 მილიონი. წარმოიდგინეთ 7 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში შედევრი მტვრით იყო დაფარული ნორვეგიული საავადმყოფოს დერეფნებში ჩამოკიდებული, მაგრამ გასულ თვეში 1954 წელს შექმნილი მონუმენტური 13 პანელიანი უსათაურო ფერწერა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია სამხრეთ აზიის თანამედროვე ხელოვნებაში, რომელიც ნიუ-იორკში რეკორდულ 13.7 მილიონად გაიყიდა. ამ ნამუშევრის აუქციონმა არტ-სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს არა მხოლოდ მაკბულ ფიდა ჰუსაინის, ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი თანამედროვე მხატვრის, არამედ მთელი ინდოეთის ხელოვნების ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასი იყო, რომელიც ოდესმე გადახდილა. თავდაპირველ ღირებულებად 3 მილიონი განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მის შეფასებულ ფასზე 4-ჯერ მეტი გადაიხადეს. ამავდროულად ეს იყო 2025 წლისთვის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრული ნამუშევარი. პოლკოვნიკ არჩიბალდის წერილი ტიტანიკიდან $400,000. თუ კი საქმე ხელწერილ ფურცელზე მივა, ეს ნამუშევარი უძვირფასესია წლევანდელ ლოტებს შორის. ტიტანიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადარჩენილის პოლკოვნიკ არჩიბალდის მიერ გემით მოგზაურობისას ჩაძვირამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერილი წერილი აუქციონზე $400,000 გაიყიდა. წერილში, რომელიც პირველი კლასის მგზავრმა გრეისმა 1912 წლის 10 აპრილს ბიძას გაუგზავნა, ის წერს ამ საბედისწერო გემის შესახებ. ეს კარგი გემია, მაგრამ მოგზაურობის დასრულებას დაველოდები, სანამ მასზე ჩემს აზრს გამოვხატავ. ინგლისის ქალაქ უილტშირში მდებარე სააუქციონო სახლის ჰენრი ოლდრიჯ ენ სანის ინფორმაციით, წერილი შაბათს შეიძინა კერძო კოლექციონერმა ამერიკიდან, რომლის საწყის $80,000 შეფასებასთან შედარებით ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. წერილი ითვლება ერთადერთ არსებულ ეგზემპლარად, რომელიც გრეისის ტიტანიკზე ყოფნისას გადარჩა. თავად გემი ნიუფაუნდლენდთან აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა, რამაც დაახლოებით 1500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გრეისი, რომელიც გემიდან გადახტა, სხვა მგზავრებმა სამაშველო ნავიდან გადაარჩინეს და RMC კარპატიაზე გადაიყვანეს. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მან დაწერა სიმართლე ტიტანიკის შესახებ წიგნი, სადაც საკუთარი გამოცდილება დეტალურად აღწერა. კობი ბრაიანტის სადებიუტო ლეიკერსის მაისური $7 მილიონი. მაისური, რომლითაც ლეგენდარულმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა სადებიუტო შეხვედრაში 1996-97 წლების სეზონში იასპარეზა, სოთბის აუქციონზე $7 მილიონად გაიყიდა. ეს ღირებულება საკალათბურთო ეკიპირებაში გადახდილი თანხის ოდენობით მეორე შედეგია ისტორიაში. თავად ბრაიანტის გაყიდული რელიქვიებიდანაც ეს ნივთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან აქამდე უძვირფასესად მისი 2008 წელს საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღებისას ნაცვამი ეკიპირება ითვლებოდა. სოთბი აღნიშნულ მაისურს აფასებს როგორც ხიდს თინეიჯერის საოცარ პოტენციალსა და იმ დახვეწილ სიდიადეს შორის, რომელიც მის გზას მოჰყვა. აქამდე ეს მაისური 2012 წელს $115,000 იყო გასხვისებული. ახალბედა სპორტსმენების ადრეული მაისურები მათი კარიერის დასაწყისს ასახავს კოლექციონერებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ საგანძურს ეძებენ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ფლობდეთ საკალათბურთო ისტორიის სიმბოლურ ნაწილს. სადებიუტო მატჩები ის მოვლენებია, რომლებიც თითოეული სპორტსმენის კარიერაში მხოლოდ ერთხელ დგება. ეს არის მომენტი, როდესაც მათი პროფესიონალური კარიერისადმი მოლოდინები სრულად რეალიზდება დიდ ლიგებში, განაცხადა ბრაჰმ ვახტერმა, სოთბის თანამედროვე კოლექციების ხელმძღვანელმა. ფილიპ დიუფერ გრანდე და პეტიცონერი $3.6 მილიონი. 5 წუთიანი ინტენსიური სატელეფონო და ონლაინ ვაჭრობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილიპ დიუფორის მაჯის საათი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოჩენილა, უნიკალური ადრეუცნობი გრანდენ პეტიცონერით აღჭურვილი წუთის გამეორებადი მაჯის საათი გამჭვირვალე საფირონის კრისტალის ღია ციფერბლატით $3.6 მილიონად გაიყიდა, რითაც ნიუ-იორკის საათების რიგით მე-11 აუქციონზე საუკეთესო ლოტის ადგილი დაიკავა. სრულიად უნიკალური და მოდელის მხოლოდ 3 ღია
ციფერბლატის მაგალითიდან ერთ-ერთი, ეს საათი პირველად საჯაროდ გამოიტანეს აუქციონზე და თავდაპირველი მფლობელის მიერ იყო შეთავაზებული.